გამარჯობათ ხალხო და დავიწყეთ ოფიციალურად ხელი ძაღლი. რავი, იმედი ან კოპირაიტს არ დაგვადებს ან რაღაცას იმის გამო რომ უბრალოდ უყურებთ თქვენთან ერთად. იმედის არხი აღწერაში იქნება აუცილებლად და ყველა შემდეგი სერიაც რომელსაც დავარეაქტებთ აღწერაში იქნება. ესე იგი, მე კოკა კიდევ ვინ არის? დიმო, გრიგალა და კაზანჯა ვართ. პირველი სერია ცხელი ძაღლის და დავეშვით. კვირაში მინიმუმ 4 სერია დაიდება. დღეს დაიდება ეს და ხვალ დაიდება 2, რო იცოდეთ. კიდე. ოპა. წავედით, დავეშვით. იმედია გავერთობით და გაგვისწორდება. დავარე გავერთით. ნუ ეს სიმღერა არის კლასიკი და ბავშვობის მერე არ მეყურავია. რა ცუდი ისა. ოიმე, როგორ შევიდა ბიჭო იქ? ორა მაგარი მსახიობია, როგორ მიყვარს. არ გეწყინოთ. გესვრით ცოტა. შენა ბიჭო. იცოდა რომ არ ესრო და? ბიჭო, ვაფშე არ მაქვს 20. გახსოვთ თქვენ? ეგასწორე მე. ძალიან ბევრი მოხდა. არ მომდეს არასდროს. გამარჯობა ხარ. რავსერ და განცხადებას. აღარ შემილია დავიდოვიჩ მოვჭა აი ეს მოთმინების ფიალა. ნახე, ზაღარიჩ. არ შემილია. ენა გადმოგდებული დავრბივარ წინ და უკან. მაქარა წითელ საათებს ბენზინს არავინ მაწლებს. გამაგირი არ არის გუშინი წყალზე 2 საათი ვიდექი სახში შუქი გადაჭერს. აღარავა რა კაცი ჯანმრთელობაც არ მივარგა რა დავიდოვიჩ რა. აწმარდი ზაღარიჩ. ერთ საათში აეროპორტში უნდა იყო. რა მინდა აეროპორტში? კაცი ჩამოდის ამერიკიდან უნდა დახვდე. მე შუაში ვარ დავიდოვიჩ სულ მე კაცო. ზირა მაგარი ვინმე ყოფილა რაღაცა შვარცნეგერით. ეგ ჩვენთან უნდა იმუშაოს. ჩემს მეტი აქ არავინ არ არის და გივი თქვა თაბაგას უნდა მევამაგროთ. იმიტომ რომ გამოცდილი მუშაკი ხარ ამდენი წლის. კარგი თქო რა. ახლა ვარ გამოცდილი კაცო. ზაღარიჩ. ეგ ეშენა. დავაი ამ შემილია რაღაც. რა ვქნა აღარ ვიცი ახლა. ეს ახალი ამერიკელი და შანი მინდა კიდე. ინგლისური მაინც ვიცოდე კაცო. ახლა ახალ რაღაცებს მტენია. ზაღარიჩ, რა ინგლისური, ქართველია ბიჭო. ამერიკაში ყოფილა იქაური უმაღლესი დაუმთავრებია. ისა პრაქტიკად ნიუ-იორკის პოლიციაშია გატარებული. რა ნაეგრია საქმე ძმაო. რა იგეშენა? აი გვერდში დაგიგება ძალღუნის ცავსებიჭია. შენ არა მოდი ნაპარინგი მჭირდებაო. 4 წლის წინ. აი შენი პენსია. 4 წლის წინ. დროზე. ფრინავთან არის მისული ბრატ. ნუ Schwarzenegger's etzebs.
მაგაც რასაც იგნახ. ესა ვარ ალექსანდრე ნიჟარაძე ლექსო რა ხალგაზრდა ბიჭო დიახ იძალე ნადსეობა ყოლია ძმო. არც ისე. აბა რა არის ეს ამდენი ხუთები კაცო. ესა? ეს საჩუქარია. ნიუ-იორკის პოლიციამ გამოუგზავნა თბილისის პოლიციას. მართლა? კინო რა არის შე? კომპიუტერული ტექნიკა. სიცრუის დეტექტორი და რაღაცები. სისმადრი. მე შენ მაგების აზზე ხარ? მე რა თქმა უნდა. არ გეშინია? ჟესი. აი მაგ საყურეში რომ უზე დენმა გლიჭოს. ეს რომელი წელია? 2003. 2003. მე რო დავიბადე ეგ წელია. ეს ხელსაწყო დროში მინიმუმ 5 ჯერ ამცირებს დაკითხვის პროცედურას და ზუსტად აფიქსირებს თუ როდის იცროა ეჭვმიტანილმა. ამისათვის საჭიროა აი ეს ყველაფერი მოვარგოთ ამ პირს და შევერთოთ კომპიუტერში. რა თუნდა ბიჭო კომპიუტერი კაცის წყულში გამოჭერა. შე ათამაზე. მაგის ადგილზე ამერიკიდან ლუსტრას და შმოტკებს ჩამოიტანდი. მე ხო ვიცი. ამ კაცს იმ შიშორიდან ეს რაღაცები უთრევია. თქვენ კიდე მოსმენაც არ გინდათ აქ. მიდილებს დაეზე. მაგრამ იმისათვის რომ დაკითხვისას ხელსაწყო იქნას გამოყენებული, ჯერ საჭიროა დასაკითხი პირის თანხმობა. რაო შვილო? ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეჭვმიტანილს ვეუბნებით. თუ თქვენ სიმართლეს ილაპარაკებთ, კომპიუტერი ყოველ თქვენ სიტყვას დაგიდასტურებთ და თქვენ უბრალოდ განთავისუფლდებით ზედმეტი შეკითხვებისგან. თურქული ყავა. აქ იქნება ალბათ 25 წლის? 27-ის. სადაც ეგრე 25-26. საკუთრებით კარგად თურმე მაშინ მუშაობს. თუ დაჭერილ მამაცებს თურქულ ყავას დაალევნებ პლინჩიკი. ზახარიჩ, მიდი ერთი შეიერთა რა. ნახოთ რისი მაგნისია ეს. დეტექტორია თუ რაღაც შმალობა. დავიდოვიჩ. რა გითხრა იცი? მაგი იმან შეიერთოს. ვინც მიღება ჩაბარების აქზე ხელი მოაწერა. ვინა კაცო, მე? აი, რა უნდა დახნა? დასაკითხი პირი არ გვაძლევს თანხმობას. წუნდადო არ. რომელ წელში გადავარდეთ? აბაშია საკ. არა, ისე მართლა ბატონოგენი, მაგაინტერესებთ? მე შენ უნდა დამკითხო მე? ხო, ისე სადემონსტრაციოდ. ნიკი მაგის დედაცვალი. ხილად დავიდოვიჩ. შამთე. ზახარიჩ. აბა ვნახოთ. გავწამთ. კი ბატონო, დავიწყოთ? მიდი. გვარის სახელი, მამის სახელი. შავდია ევგენი დავიდოვიჩ. ზორია, პროფესია? სამართალდამცველი. წოდება. პოლიციის პოლკოვნიკი. რამდენი წელია ეს პოლიციაში მუშაობთ? პოლიციაში 12 და ისე 34 წელი მილიციაში ვიმუშავე. სწორია. რამდენი გავახსნელი საქმეა თქვენს კარიერაში? смысле? გაუხსნელი თუ შეწყვეტილი? და მე იმ საქმეებს გულისხმობ, რომლებიც არ დამთავრებულა დამნაშავის დაკავებით და გასამართლებით. 1, 2. პასუხი არ არის სწორი. ბიჭო, იცი რა დრო იყო მაშინ? აი ერთ მაგალითს გეტყვით. კაცი იმხილებოდა გაუპატურებაში. მოწმეებიც იყო, ისე такое რა. მე რა გამოვიდა? არაფერი. დედა ყავდა იმ
ნაბიჯვარს მოსკოვში გოსპლანის პარტკომის ცოლი იყო. და ცნობა დამიდეს მაგიდაზე. რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში თურმე აქ საერთოდ არ ყოფილა. ეხლაც მახსოვს. С 20 по 26 августа проживал в Москве в гостинице «Советская», номер 423. Захарич, გახსოვს? აი ახლა გეკითხები მე შენ. გაუხსნელია საქმე თუ არა? დრო იყო, იზია ასეთი დრო. კარგი, მაშინ სხვა დრო იყო და ახლა? შენ ახლა მისიო სხვა დრო გონია. იცით რა, მე მგონი ჩვენ თვითონ თუ არ შევიცვალეთ, დრო არასოდეს შეიცვალა. სწორია ესაც. მეც მაგას არ გეუბნებით? აი ნამდვილად სწორია. ანუ ეს რეალურად დეტექტორი მოქმედებს პულსზე, ხო? პულსი რო გიჩქარდება. ხდება რომ იტყუები, ხო? პულსი თუ გული გიჩქარდება? პულსი და გული ერთმანეთს არ არის მიერთებული? კი. მანდა ის არის. შტეკერია ერთი. კარგი. აი, რა გამოვსulis ბიჭო? მე და ზახარიც. აი, ქათამაძეს. შეხედეთ ქათამაძეს. გამოცulis ძალიან საყვარელი კაცია ეს, დედას ვიცავ. ყველაზე საყვარელი კაცია. ძალიან საყვარელი კაცია. თუ გაქვს რამე შე, ითქვა კიდე? მოდით მაშინ თემა შევცვალოთ. ლებადონო. ოჯახური მდგომარეობა. ყავს ცოლი და სამი შვილი. ბაღიერებ. სამივე გოგოებია. ორი გაუთხოვარი, ერთი გამოთხოვილი. მეუღლის სახელი? ლილი. რამდენი წელია რაც ერთად ცხოვრობთ? 44 წელია. უკაცრავად და მეუღლესთვის თუ გიღალატეთ? როგორ გეკადრებათ? მე კარგი მეუღლე ვარ. პასუხი არ არის სწორი. მე იმას ღალატს არ ვეძახ. კარგი, მაშინ ბოლოს როდის უღალატეთ? პასუხი არ არის სწორი. რას გადამეკიდეს მოო მე შენ? ბიჭო, სხვა საკითხავი არაფერი რა. ეს უბრალოდ ტესტია, ბატონო გენო, თამაშია. Ничего себе თამაში. ატრაგებს რა შენი ფრიგორი მომაშორე თუ მოყარე. Перагасი. ოჩაგი. Давай მომაშორე. შეიძლება? ისმენ. კიდევ დარეგეს დავაჯობიჩ. ბრავო. მაგარი სუნიაო მესამე დრეკავე. მე გაზის კანტორაში დარეგო, ჩვენაშუაში ვარ. გაზის სუნი არ არის. აბა რა ჯანდაბის სუნიაო? არიცი. მოდი და თქვენ თვითონ გაარკვიეთ. მესამე დრეკავე. ზაღარიჩი. მიხედე რა თუ მაგარი. მოვტანე რომ ეგერი პოლიცია. ამაჯობა უბრალოდ. რა შეიძლება? სუნია ბატონო, სუნი. ვერ გძნობ? ვერა? აბა ჩვენ ვიტყვილები. გადაგურია, გადაგურია ამ სულა. ბავშვებს საჭმელს ვერ აჭერთ, მეგონა გასი გაუჩერდეთ, მე ხელი გასი ვერ გაუჩერდეთ. აი ეს გადაგურდა. რატომ უნდა გავხდეთ? ბლადი, ქვენი დედა. პასო. ვინ არის? ეგ ვანდა, ბატონო, გიზია, აქეთ მომძალია. მეორე ატმეთში აქ. გოგრევე. ტიპი გდია? ქოლი გდია.
გასი? ბეკაყროლებულია. ბეკაყროლებული. გაზი სუნიაო და. არა. მეთქი გაიგუდა ბიჭო სუნიაო რო ამბობდნენ. არა, დროის სუნია. ექსპერტიცას არის? არა, მაგრამ იქავს ექსპერტი. დაჭიროა. ადგილზე შეუტარა ექსპერტიზა დედას ვიცო. ბეკაიმენ არ გახსოვს, ხო? არა ბიჭო. უცა. ეს მახსოვრებოდა ეს ხო. უახსოვდი ჩაც. რამბავია ჩვენთან. ტრუპია. აგორ გამოატასოვა ჯიმეებში რო ხალხი ჩვეულებრივ. ტრუპია. დავიდოვიჩ. მე ვარ მე. ო. არა, ტრუპია. არა, ტრუპია. ხარაშ. კარგი. გაჭირა. არა, უშავს ვიდგინე. გაჭირა მეთქი თუ ზმახარი. დავდეიზლისე. ეი. 26 მოკლეს. შეიც. ტელეფონში არა თქვი ტრუპიაო. ასე შეიძლება რომ მოკლეს. ერთი ნაბოზარი გოგო იყო, ვინ არ გულაობდა მაგასთან. ვინ გულაობდა? აი, ჩვენი უბნის ლაწერაკი. მაგის მერე უჟე, ერთი მსროსილი ბიჭი დადიოდა ყამალობით. რა ქვია? ვინ? ვინ გერო ვის? ვის? ბებიეშეს. არინა! აუცად! ბიჭო, აი, ხოს ყველაირი უმორია რა და აი ძალიან სწორებს რა. მენო გამოსულა შეჭარო. თორ ჩაგათრევ პოლიციაში. განგასიებენ ცემაში. მართლა არ ვიცი კლიანოს მამი. მაშინ მითხარი რანაირი მოვდა ქონდა. ცოტა ამასა გავს. ცოტა ამასა გავს. და შენ თავისუფალი ხარ. დავჭირდება დაგიზარდ. ექსო მიდი რა შემდეგი. თამშვიდი თქაბოდნ. აი, knebes თავი. ცოდავი ბავშვი. ისე ფლათ არ იყო კარგი სულის. მაგრამ სიკვდილისთვის წოდვა. რამდენი ხანი არაც ცხოვრობს? ამ სახლში მარტო ხელაქანი ცხოვრობთ. ეს ბავშვი აიყვანა მომლელად. მე გადაიცვალა ის ქალი და ბინა ბავშვი. რამდენი ხანი? 2 წელი იქნება. უბრალოდ. ბატონო, თქვენ აქ კითხულობენ. გვადოთ ხალხი. ექსპერტიზაც მოსულა. რაც ნახეთ. ორი სიტყვას. ეს ჩვენი ახალი ექსპერტიზა. მე ჟურნალისტი მეგონა. იზინა თოროი. კეთი. ლექსო ნიჟარადი. Ну, суки! Бляди! Обосрали тут всё! ეს ქალი ვინ არის? ძალიან გთხოველი არაფერს არ მოგიდო სანამ არ მოვჩები. Да ну, отойди, курва! Обед. Ни хрена я тебе не скажу, кикимора болотная. Вот ему скажу, а тебе нет. Сука! Шойдин сарам да пуцаму патрон. მაშინ ესეთი ფორმები დადიოდნენ? ახალ ჩიკავა რა შეიძლება ხტაგული. პოლიცია? ხო.
ისეთი ფორმით არა. პოლიცია ხო ესენი ოპერმუშაკები არიან. ლექსო და თაბაგარი. ეს იქნება პოლიციის რაღაც მაღალ ჩინოსანი და მონიტორინგის პონჩი. რა წაისვა? უნიგორი ის. აკროლებული არის მიცნობები და დიდი ხანია რაც ექსპერტად მუშაობ. მეხუთე კურსიდან. ինչ საერთოდ მეცნობი. მე ასე ჩოდენ ამოვედროს, ა? მილიონი მიზეზი არსებობს. ეგ უკვე თქვენი საქმეა. დარეკეთ მამე პროექტურაში წაიღო. და მანამდე ანებეჭდებს ავიღე. უკვე გავიგე რა თუ შეაქნებიან. მიგვის რატო არ მოეწონე ვანდას? სამაგერო ჩვენ მოეწონე. როგორ ხიბლავს? რაღაცის თქმას დაკვირდა. მაგ შეხსენებისათვის. წარმომიდგენია, გენოშაუდია სიფათი, როდესაც საქმეში გიჟის ჩვენებას აღმოვაჩენს. კიდე უნდა იღებდეს ასეთ სერიალებს. ვცურავ. მომისმინე. ეხლა მორჩი ჩემს შეგმას და საქმეს მიხედავ. ის შენი უფროსი არა ეჭვიანო, რა ქვია? ბიძინა. კაი, მედივარ, უნდა მითხარი რომ ლაუზე დადიხარ. ყოველ შემთხვევაში იქ არის სადაც უმრავლესობა. გინდა რჩება? წადი. და ნაგვის ყუთი დაათვალიერე. ნაგვის ყუთი. ხო. იქ შეიძლება ბევრი საინტერესო რამე იყოს. დარწმუნებული ვარ ბიძინას დაეზარებოდა. ყველა მეზობელი ერთ და იგივეს ამბობს. რომ დაზარალებული სახლში ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა. აქ უნდათ სასმელი და იწყებდნენ სმას, ყვირილს, ცეკვას, სიცილ-კისკის და რა ვიცი, გარყვნილი ქმედების თანმხლები რეპლიკები ისმოდაო. შემდეგ რაღაცა იცვლება. ფრანგიშვილისა და გრძელიძის ჩვენებით 2-3 თვეა რაც იქ ყველაფერი შეწყდა. მაგრამ შაშიკიანი და კეკელიძე ამტკიცებენ რომ ღამღამობით მასთან მაინც ვიღაცები დადიოდნენ, მაგრამ ასეთი ორმტრიალი აღარ ყოფილა. ბატონო ბიძინა, მისმენთ? მე მგონი საინტერესო დეტალია რა ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, ამ საინტერესო ეს გარყვნილი ქმედების თანხლები, რეპლიკები რას უნდა ნიშნავდეს ვერ გავი. დამცინე. მიდი. გავიდე. ხერა შეეხება გარდაცვლილის პროგნოზს. იქ არის 57 ტელეფონის ნომერი, აქედან 52 არის კერძო პირის. დანარჩენი 5 დაწესებულებების, აი მაგალითად საბარიკმა ხეროსი, ვენ დისპანსერის, ქალთა კონსულტაციის, ერთი სუპერმარკეტი კონტინენტალის და აი ეს რაღაც აპოლონი, ჯერჯერობით ვერ დავადგინე რა ორგანიზაციაა. საუნა. და? საუნა აპოლონი. საუნა აპოლონი. რატო მოგონებულია ბახარიში? აგიესო. ეს ვენდი. შენა. I am sauna აპოლონის დირექტორი. აი შეიძლება უღრაში კაცია რა. კაიგე. ადრე კომუნისტების დროშება. ცეკას გარაში მუშაობდა. ეხლა რატო გიყვები? აი ეს კაცი. წესიერად იხდის ფულს. აი ეს გაზის ფულიო, ელექტროენერგიის ფულია თუ რა ქვია, წყლის ფული. პატარა მაგუთის სახელმწიფო ბიუჯეტში პრახტებს. მაგრამ აი თავარ შემოსავალს აი ბალავს. აი ეს მოძება, ეს კონსტიტუცია და ბოლდებია. იცი რა ბოლდე. იცი რა ხდება. იცი თუ მეტი რა. ნეტა რამდენია ხამათი რეალური შემოსავალი რა? რა ვიცი, ასეთი ნომერი 60 ლარი. უფრო სლაბი 40 ლარი. რუდი 2 ლარი, შლოპანცი 2, როსტინა 2, თხილი 3. სვენი, რა ვიცი. ქანი
Kale, kale gidiyor. Çalsakı. Siviludi momentan etko şerun sarasın, ara? Ay. ისა, ერთი ლუდი. რა ნავაროჩენი ისა, ბიჭო. იმ დროისთვის. მოაწեք ჯიგარო. მოდი თქვენ კიდევ არა? მოდი. შეგვია? რა ბაკლით მოუტანა? ეძიკო? ისმენ თუ პროსო მითხარ. შედი რა? სიგოჯა, ეს გამოვაჯოს იმ ხალებს. ვინ ჩვენს ქვეშ მოხდეს без заговорочной капитуляции. Როგორ გაიცინა? კარგია. მომისმენე. ორნემეთ რა, მე ჩემს მაგაც. ნარდი გადავხტები. ვატო. ორი კაი გოგო. მე რამდენი გადავიხარ. მე მაქსაკი შეავერი. უბრალოდ საკაზებს ვღებო. იმავს, მომა. მე ხო შემენ გამასუმა შეჭირ. მე შესკრება ხوار მოვიყარ. კითხარი რამდენი უნდა გადავიხარ და ნუ გაატარა. იხდი? როგორც ვიცი 1 საათი 40-50 ბაქსი მის. გაჩნია როგორი ხარი იქნება. ბაქსი დოლარია. ხო? ესეთი. შევ. ისე? აქ იმდენი ხალხი დადის, უბრალოდ აბამის როგორ დავიმახსოვრებ. კარგად გაიხსენე. ფიქრობ. ეხლა ისე რა მოხდება? აი დაგილუქავთ ამ საყურეს. მოგაყრი ჟურნალისტებს და ექსპერტებს. და მოხდა თქვენი გატანონი. გესმის? მე რა შენ უფროსი მოწყობს უნდა ჩემთან მაგუთით. მე მაგუს ავიღებ. ისევ დაიწყება ბოზობა, ისევ მოწვივდებიან კლიენტები, შენ და ჩემი გატისკული და გაჭედილი. პროსტიტუციის ორგანიზებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტები გამოყენების. მოწვი პუპოი თავში შევიდა. გამახსენდა. აი ეს კალი არ დადიოდა. ხოთა შორის კაის პროსიც ქონდა. ვისთან ერთად დადიოდა პარაში? მე დაიკარგა და დიდი ხანი აღარ მინახავს. ვისთან ერთად დადიოდა მე პარაში? ფიქრობ უბრალოდ რა. ეხლა დაგატეიცე. მიყვარს ბიჭო რა მაგარი კაცი ეხლა დაგატეიცოთ. ეს არის კიდე. როგორია და საცხოვრებს? აბა მე რა ვიცი, ბოზებს გვარებს ვინ ეკითხება. მიდი მოიყვანე დროზე. ეხლა სადვიკო გამოჩნდება თუ არა ინსტიტუტში გაცნობა. აცნობებია შეს. ვიცი თუ ახალი, მიდი მოიყვანე. არასაყვარელო, აი აქედან გამოვუძახე. უთხარი ბიჭებს იმინა სვეტა უნდა თქო. ვიშნე არაფერი წამოგხსდეს. გობა შემთხვევით სვეტა აქ ხარ? აქ არის. უთხარი მეხუთეში შემოვიდეს სერიოზული კლიენტები ელოდებიან, გესმის? სწრაფად. ხალხს ბევრი დრო არა. გასაგებია. უბრალოდ მეტი რა ვარ. სიკოში ბოზის ტრიგო. Слушай, კონსპირატორად ახლა დაბადებული შე. პროსტიტუციის ორგანიზატორში. პროსტიტუციის ორგანიზატორი. Полдня. О. Добрый день. Здорово. Садаев, поймайте. А вы по-грузински разговариваете? Окей. Цота. მე აღარ გჭირდებით უბრალოდ. ძაძადე. Минуты? Да, хорошо. А як там занят? Светана, ჩვენ შენ გახმარება გვჭირდება. კი ბატონო. ჩემს მაგო, ამაგო.
აი ამ გოგოსის ნო? კი. ხათუნა საბო. რა გააკეთა? არა, ბოლოს როდის ნახე? Приблизительно 1 თვეა. შეგიძლია მაგალითად რასაკეთებია ცხოვრობდა? Адро мუშаობდით ჩემთან ერთად. Потом она нашла постоянно. თქვენ მეგობრები იყავთ? Ну, не очень, что близко, но дружили. А почему тебя не дружите? Ара переярмарка. Просто у нее своя жизнь, у меня своя. Ты магис постоянно зракуя? Арвици, армина. Хатуна Никорадзе сахи андами? Нет, мы только здесь встречались. Машина авесени, როგორ აღმოჩნდა ეს შენი კასი და ნიკოლაძის ვინაში? А может, она у меня украла? Хватит, брат, дура! Твоя хатуна где-то в лежит. Завтра тебя могут замочить. Я смесь холод. Что вы такое говорите? Света, это такое есть хатуна, საკუთარ სახში მოყოლეს. Как ее убили? Сломали шейные позвонки. Помощник мамсона. Шейник дадиоди. Ици რა ხავთ ახლა საქმეს მე? Говорила я ей. Не лезь ты в их дела, оставь ты их покой. Почему ты видела? Очень плохие ребята. Мертвых. Ценахе. Если я что-нибудь скажу, меня убьют. თუ არ გვეთქვი, ვერ დავიჭერთ. და თუ ვერ დავიჭერთ, რა გარანტია რომ შენ არ მოგადგებიო? ცოტა ეგ საშიში ხალხია. ეჭვია რომ ხათუნა მაგათი მოკლულია, გესმის? და კიდევ რამდენს მოკლავენ კაცმა არ იცის. Месяц назад позвонила Хатуна. Бичები არიან, ფულს იხდიან. ორი გოგო წამოიყვნენ და წამოწ. Я взяла двоих, и мы поехали. Индианецкий, это Рина. Ну, зашли мы, там стол шикарный накрыт. От Бичи до Хатуна. Камикурта. Когда она нас знакомила, то называла только наши имена, а их нет. Хатунин был черный, как уголь. Глаза бегают, нервно такой. Те посветлее, один рыжий. Сели, а у них глаза холодные, сразу видно, формовые. А вы все хотели? Видите? Только за стол сели, мобильник позвонил. Один спрашивает другого, шею не обидел, а тот араб, паук осел. Паук это тот Хатунин. Он схватил телефон, посмотрел на номер и встал. Было не открыл. Это из карты. Тот выпил коньяк, бросил сотник на стол и говорит, кто не кейпит, метавайте. Он договорился. И ушли. Ну, постели мы. Потом девочки ушли. А потом, когда на кухне посуду мыли, Хатуна говорит, чем твой вдгавике? Пулза лапаракопная, серьезно пулза. Застапонщик крыша менгрева, Хатунина. Игорь, что не играю? Ты да чем с мамой, чем с отцом. Паука с пулей в тхове, уриета синчик да бармацкас. Меткоин киношцады, а сами сидят, разговаривают. Метайгамаги мне разово паракопа. И в это время я ей говорю, Гого, как жди? Канебе магатави, не лезь ты в их черные дела. Пиццоки раз, мухта. Aber tu gabs როგორ გამოიყურებოდი? არ მახსოვს. ეხლა მომისმენი, დაწყეთ. ეხლა ვონდები ჩვენი. ლაპარაკი შესახებ არ უნდა არაფერი არ იცოდეს. ვერც ვერავინ ვერ აკეთებდა და გაიგე?
თუ ვინმე ჩვენს გარდა პოლიციიდან მოვიდა და ხათუნაზე დაგიწყო ლაპარაკი, იცოდე რომ იქ მაგათი კაცია იცოდე და ჩუმად უნდა იყო. დარეგე ლექსოს მობილურზე და ჩვენს უხეფათ მობილურს გადაგებათ. თუ შეაძლო გითვალთვალებით, კიდევ დარეგე. ესმის, ეხლა არავით არის. ვიღაც უცნობი კაცი და გავყევი და გამოჩა, გათავდა. და კიდევ ერთი, სანამ ვერ გეტყვი. აი საუნაში, შენ დუხი არ იყოს. ბეგე? რა არის ლექსოს მობილური? არის თვითონ გეტყვის ლექსოს ხარ. მომისმინე? მე ხაზავა ამ რაურის ფულს გადავიხდი. შენ შედენი შავი გადაისხი, ლექსოს დაევოდე და ლექსოსთან ერთად გადი. რომ მიხვალ იქამდე ლექსო ჩაფიქრდა. სიკო, აშუქობდი. Сволочи, никогда დაიწყე ხო რაღაცებს და იგი? Пришлось бесплатно обслуживать этих легавых. მე აქტოვებ. ასეთი კონსპირაციის საჭიროებას მე პირადად ვეყრეო. იცი რა მე დაგაფიცი და ასეთ ვარ. მე და შეხედა ვიყო. სამისთან ბოლოსთან მარტო ტოვებდნენ საუნაში. Что надо? Это из полиции, тетя Ванда, можно откройте? А мне-то откуда знать? Может, из полиции, а может, Варюга душегуб. Мы сегодня уже встречались. Вы мне обещали что-то рассказать. Ты что ли? Скорее зэк какой-то, чем милиционер. Что ж ты без формы ходишь-то? Правила новые. О. Вот это вам. Да ну тебя. Сигель. Мне уже лет 40 никто цветы не дарил. Ну, проходи, раз уж пришел. Проходи. მაგარი ქალია. Что ты разглядываешь? Это я. Я такая была. В оперете выступала. Даже с Герардом Васильевым на сцене танцевала. Любовь такая, глупость большая. А потом Шакру меня в эту солнечную Грузию привез. Жили так. Детей не было. Потом Шакро долго болел и умер. Осталась одна. Подъезды и лестницы мыть. Живу с котами. А я с Герардом Васильевым на сцене. А ты зачем пришел? А, из-за этой бляди. Блядь. А вы Хатун хорошо знали? თუ ხალხო ან არ გაგისწორდა თან ვერ დაამუღამეთ სიტყვაზე და არ გინდათ რომ გავაგრძელო ეგეც დაწერეთ. თუ სიტყვაზე ანუ რავი რატომღაც არ მოგეწონათ და გირჩევნიათ რომ ან სხვა რამე დავიწყოთ ან რაღაც ეგეც დაწერეთ. მაგრამ თუ მოგეწონათ და ხუთზე ხართ რომ დაიდოს ხოლმე შეიძლება ყოველ დღეს დაიდოს სერიები. თუ ხუთზე ხართ ეგეც დაწერეთ. იმიტომ რომ ბევრია. ხო, იმიტომ რომ ბევრია. В кресло не садись. Там Афанасий спит. Садись на стул. Ничего себе. Хатун узнала, конечно. Олег, Блядь ты была. Олег. Царство ей небесное. А что делать? Глупая была, как мартышка. И неграмотная. А жить-то надо. Вот и бледовала. Не любили ее соседи. Подглядывать, подслушивать любила. Но не злая была, добрая была.
То тарелку супа мне пришлет, то творог со сметаной. Сука бедная, непутевая. Сацкали кахпа давгариали. Сука. А я знаю, кто ее убил. А кто это был? Приходил один к ней. Я видела. Посмотришь, сразу ясно, убивец. Как это так? Недавно Афанасий гулять вышел и пропал. Как назло тогда нам свет отключили эти суки. Вышла с фонариком. Спускаюсь. И телом чую, кто-то стоит в темноте. Посветила фонариком. Вижу у Хатуниной двери бугай здоровенный, ликом черен и ужасен. Я как закричу, а он палец к губам приложит и говорит: проходи, бабка, проходи, черт окаянный. А когда это было, тетя Ванда? Это я когда его первый раз видела. А потом я как-то в магазин за хлебом ходила. И вижу, этот Хатунин супостат паренька какого-то к стене прижал. И рукой за горло держит. А ручище-то здоровенное. И тарантул на ней сидит. Что у него на руке сидит? Тарантул черный, мохнатый. А паренек-то весь извивается, как червяк, а в глазах ужас. Я близко была, все увидела. С перепугу крикнуть не успела, убежала я. А потом думаю, знает, где живу, придет ночью, задушит или глаза выколет. А потом стыдно стало. Старая баба так смерти забоялась. А больше я ничего не знаю. На том спасибо, тетя Ванда. Я бы тебя чаем напоила. Да вышел весь. Иди с миром. Опа! Лида Келли, брат. Сюда дорах, ты мацавико. Хот-доги. Хот-доги რა? ცხელი ძაღლი. მეტი კაცო. არა, მართლა ჰოთ-დოგი ქართულად არის ცხელი ძაღლი. ოთხფეხა ძაღლი? უშინ კონტინენტალი რომ არის სუპერმარკეტი იქნება. აი მიცვალებულის ხათუნა ნიკურაძის ბლოკნოტში რო ეწერა ტელეფონის ნომერი. მოგახსოვთ? კი. უცნაური რაღაცები ხდება. ეს სუპერმარკეტი ქუჩის ბოლოშია. მიცვალებული თურმე ხშირად დადიოდა ამ სუპერმარკეტში და ყიდულობდა 2 იოგურტს და 1 არაჟანს ყოველმისვლად. მე რა? ამ შიშორეზე გზაში ერთი 9 სუპერმარკეტი მაინც უნდა გაეარა. მოლარი დავკითხე და სურათზე იცნო ხათუნა. მე დირექტორის ავიცანი გურამ ჯინორია. ხოდა? გურამ ჯინორია? ხო რა, იცნო? მე მაგის. რეკსო სირბილი იცი? 100 მეტრს გაუგება 10-ში და 3-ში. აი ბიჭი, ხედავ? ხედავ? აი რომელიც პირველი გაიქცევა ის უნდა იყანო. ის კაცრო ბიჭო. ის კაცრო, რომელიც პირველი გაიქცევა ის უნდა. აი ხელი სირა გითხრა, ნუ მაჩქარდები. კარგად დააკვირდი. და ისე მიფასო. აზეა. ბატონო ბიზინა. სიცრუის დეტექტორზე ხომ შეგვეერთებინა, ა? კატაბანზე. აი ეს სიცრუის დეტექტორი. ბიჭო, კატაბანზე მოდი თუზე ხარ, ამ კაც რაღაც ეზარება ლაპარაკი. სიცრუის დეტექტორი შემოვიდა. იქნებ შენ ითხრას რა ვქნათ.
ხათუნა ქვია, ტაბიძეზე ცხოვრობ. კაი. მონ შორს არ წაფეთ. ამაზე რა ისე? მე ამ საქმეში სუფთავარ. ვინა ხაში? ამაში, იმაში, მალანეთკებზე ხო იცი როგორ წარი? ეგ ის არ მინდა. ამ უბედურის მამას მიცემ ნაკოლს და მე არ გვიე საქმე ერთმანეთში. რაგნება. შენი გამონაცვლელი ნაცკები, რა უნდა ნებავდეს. მოყავი ხო რა ციცი? გელოდები. ამ ხათუნას სოდას წეწავდი. მე ვიღაც ამბალი დამაყენა და მოკლედ შევეშვი. ვინ ამბალი? სახელი? არ ვიცი დედას გეფიცე. უფ. ზიასტალინი დაიფიცე და დაგიჯერებ. მართლა არ ვიცი. ისე მაგარი ფსიხი იყო. რა იყო? ფსიხი. ლერმონტოვზე კლასში წამიჭირა. ინაღამ დამოხჭა. ხელზე ნაკოლკა ხო არ ქონდა? ქონდა. რა? მორიელი იხარდა. თუ ობობა? ობობა. აბა ერთი ეს. აბა გრახეთ თუ იბოვე. ეს არის. რამახაზია, ბიჭო? ჰა? რამახაზია, ბიჭო? კონტინენტალი. მიღადავები 2003 წელია ესე იღება მაღაზიის კარები? აბა. არა, სუეჩი, ბიჭო. ბიჭო, მე კონტინენტალი ხარ, დიდი ხარ. ხოდო. მაშინ გე. გასულ ყოფილა და დაურეკია რომ ალი მოვალო. თუ საერთოდ მორად. ასახმე გავთ ინონესთან? არა, ეგ უნდა გავაფუჭო მორჩა კაცი. რატო რა ხდება? ლექსო რა არის სიძმა კაცი? ჩვენ საქმეში არის რაღაცა ამბები. ასეთს ლაპარაკი არ ღირს. გამიგე? ბატონო. ხო, გასაგები. რა არის ეს აქ საწყენი ლექსო? თუ ნაპარნიკები ვართ? მიშლი რაღაცეების გარეშეც უნდა გვესმოდეს ერთმანეთის. კარგი? ხო, კარგი. საკარი. აჰა. შენი. არა, რა მაქაინ. ოპა, ლეგენდა კაცი. ეხლა რა ვქნათ? ლექსო, აქ ნახდათ რაღაცა შეასაქმე. ცოტაც დავიცადოთ. ის ტიპი არა, ეგ ტიპია, ბიჭო. ო. აი ის არის. ვინი? პაუკა. მოარ მიშნები შეიძლება. არა, რა მეშნება ნამდვილად მუსიკას. ეს მისთან გაიჩიტა, ბიჭო. აუ, რა მეხუთი სერია ყო. ეხლა კი ნამდვილად დაგეძრა ჯინორია. ო, რა პიცოტი ხოს, ბიჭო. ბიჭო, შეხედე თქო. ხაბარია. პარლამენტში. შარა, არაფერი რუარანტია თქო. აი ხო. მოუშხაშ ვარ მიკეთებელი ეს დედა. შეხედე ეს მუხტში როგორ არ მოხდა? არა, მაგრა გადავრჩით. ჰა? დერია ბოლმი. რა? როგორ გაგვიმეტეს ამ ნაბოზრებს რა? ვა. გაშინა. რა ეშკა გაიჩნდა? რა ხდება? გულს ვახარ სასწრაფოდ გადაესი. კონტროლზე აიყვანონ წითელი BMW 520.
ქეთინო 4 და ძივინოს და ძევით. ქეთინო 4. გაიგე? წითელი ბაე. ანუ ხო. 520. ხო. ადრე ეგრე იყო. Алло! Давидович! აუ რა ვიძე ყავთ. ეპიზოდი როს. დაგარეთ იარაღი და გამოდით. იბრიანა მათ. სინავდოგობის გაწევას აზრი არ აქვს. დაგარეთ იარაღი და გამოდით. ალყაში ხართ. აქ არ იქნება სავალო. შენი დედას. იშერაძე! ლექსო! იშერაძე ნაზარ! ლექსო! რა მაგარი ტომის კულტუაცია. ძალიან ბიჭო. Добрый день, я бичо. Whoa! Thank you. შეიყვარებ თوارეს და მზეს უპოლნი ბერსუპოლნი თვალებს და ნათელს გადაფარებნელს იტყვია ხალს და ივიწყებ ძველს რომ შეიყვარებ თوارეს და მზეს ეგა პირველი სერიის დასასრული იმედია გაგისწავლოთ ხალხო იმედია მოგეწონათ და თუ მოგეწონათ ნახავ ლაიქებს მანდ და მიუხვდები. იმედის არხი გამოვიწეროთ თქო, როგორ გითხრათ, მილიონი გამომწერი ყავთ, აქეთ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი. აღწერაში იქნება ეს კონკრეტული პლეილისტი, სადაც მთელი პირველი სეზონი არის და შეგიძლიათ გადახვიდეთ და დაალაიქოთ, იმიტომ რომ ესეთი დერსკი სერიალი თავიდან ატვირთეს და მართლა ჯიგრები არიან ამისთვის. დროებით, აბაჰეთი. შემდეგ სერიამდე ხალხო, მალმალე დაიდება და გამოიწერეთ არხი, რომ არც ერთი არ გამოგრჩეთ.